მაშინდელ ხელისუფლებას სახელმწიფო ინტერესები არ გახსენებია. საქართველოში ძირძველი სარწმუნოების დამცველ მოძრაობათა სპონტანური აღმოცენებისთვის ნოყიერი ნიადაგი გაჩნდა. მისიონერული მიზნით ჩამოსული სექტების განდევნა შეჩერებას ისინი მუშტებით ცდილობდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების სახით დამცველი სექტებსაც გამოუჩნდა. მსოფლიო მედია და საერთაშორისო სტრუქტურები საქართველოში სასტიკ რელიგიურ დევნაზე ალაპარაკდნენ. წამებული მისიონერებისკენ გაორმაგებული თანხები და დახმარებები დაიძრა. დამცველებისკენ კი გრანტები. უსახსრობა არც მათთან მებრძოლებს ეთყობოდა და საქართველოში რელიგიური ძალადობის უწყვეტი წრე შეიკრა, სადაც წაგებული არავინ რჩებოდა. ყველასგან მივიწყებული მართლმადიდებლური ეკლესიისა და სახელმწიფო ინტერესების გარდა. ადამიანის უფლებათა შესახებ გამოცემულ ამის ყველა საერთაშორისო ბიულეტინში ეკლესიას და სახელმწიფოც მთავარ დამნაშავეებად ცხადებოდნენ. დღეს ბასენ კალავიშვილი ციხეშია, არასამთავრობო სექტორი კი მთავრობაში. როდესაც ქართველები პოლიტიკის სარგებელს მიხვდნენ, კანონის მოსაპოვებლად ეროვნულ იდეალებს ფული ამჯობინეს. ეროვნული მოძრაობა დაიშალა. მის ადგილას აღმოცენებული პარტიები ხელისუფლებაში მოსახვედრად ერთმანეთის მოსყიდვას, დამცირებას და ზოგჯერ განადგურებასაც არ ერიდებოდნენ. სნეობითა და იდეალებით მოვაჭრე ამ დაუნდობელ ბაზარში, რომელსაც ქართული პოლიტიკა დაერქვა, მართლმადიდებლობის ხსენება ხან დემაგოგიური, ხანაც გულწრფელი მოტივით პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად იქცა. თანაც ისე, რომ თავად ეკლესიისთვის არავის არაფერი უკითხავს. სახელმწიფოს მსგავსად, თავისუფალ საქართველოში ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ მძლავრ სასულიერო ორგანიზმად ჩამოყალიბება ვერც ეკლესიამ მოასწრო. თუმცა მართლმადიდებლური ფესვის ხვებზე ძლიერი აღმოჩნდა. ხალხი ეკლესიისკენ მიბრუნდა. ქვეყანაში უამრავი ტაძარი აშენდა. საბჭოეთს გადარჩენილი 5 ღვთისმსახურის რაოდენობა კი ასობით გაიზარდა. თუმცა ყველაზე რთული ეკლესიაში ერთიანობის შენარჩუნება აღმოჩნდა. პირველი სერიოზული დაპირისპირება დიდი ჯულის კანონის დარღვევისა და დოგმატური გადაცდომების ბრალდებით ქართულ მგელსახურთა შორის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრობამ გამოიწვია. თუმცა მაშინ საქართველოს პატრიარქმა ყველაზე წინ ეკლესიის ერთიანობა დააყენა და წმინდა სინოდის ნებით საქართველოს საბჭოდან გამოვიდა. ამან კი საპირისპირო ბრალდებები გამოიწვია, ფუნდამენტალიზმი და თვითიზოლაცია. წლების წინ პატრიარქთან ერთ-ერთ დაახლოებულ პირს, მამა ბასილ კობახიძე საქართველოს საპატრიარქოში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა. მათ შორის საპატრიარქო საფინანსო სამსახურსა და სასულიერო სემინარიაში. ევროპიდან დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდა მოძღვარმა აღმოაჩინა, რომ ეს არის დანაშაულებრივი კლანის ხელში და ეს დანაშაულებრივი კლანი დაკავებული არა მარტო კორუფციით, არამედ პოლიტიკური და პროგრესული ორიენტაციის ქმედებით. და სწორედ ამან გამოიწვიეს ექსტრემიზმი, რელიგიური ნაციონალიზმი, ფანატიზმი, აქ მარტო კორუფციაზე და ლუდით და სიგარეტებით სპეკულაციაზე არ არის საუბარი. ეხლა აუცილებლად უარი თქვას ჩვენმა საზოგადოებამ და ეკლესიამ რელიგიური ნაციონალიზმის გადაგებაში, რომელიც არის ძალიან საშიში. ეს იგულისხმება, რომ ქართველი ეს არის რელიგიური ნაციონალიზმი, ეს არის რომ ქართველი არის გამორჩეული, აღმატებული, ქართული გენი არის მართლმადიდებლური და ასეთი აბსოლუტურად არაქრისტიანული შეხედულებები ნახო. ის, რასაც მამა ბასილი ფსევდოპატრიოტიზმსა და ფუნდამენტალიზმს უწოდებს, არც თუ საფუძვლოდ მის კოლეგებს სარწმუნოებრივი ცხოვრების ერთადერთ ჭეშმარიტ გზად მიაჩნიათ. მაჰმადიანურ სამყაროსთან უთანასწორო ბრძოლაში ქართველ მოძღვრებს ერისა და თვითყოფადობის გადასარჩენად მხოლოდ ფანატიზმამდე აყვანილი ღვთისმსახურება და ქრისტიანულ სამყაროში საქართველოს გამორჩეული როლის ქადაგება ეხმარებოდათ. ამ გზით გახდა შესაძლებელი საქართველოს ისტორიაში ქართველობა მართლმადიდებლობასთან გაიგივებულიყო. საქართველოს ისტორიის მერვე მეცხრე კლასის სახელმძღვანელო. როდესაც საბჭოთა რუსეთმა 15 რესპუბლიკის ღმერთად ლენინი გამოაცხადა, რელიგიისადმი ასეთი მიდგომა კვლავ აქტუალური გახდა. ქართველ მღვდელმსახურთა ერთმა ნაწილმა უკვე დამოუკიდებელ ქვეყანაშიც თავისუფალი ევროპიდან მოვარდნილი საეჭვო ფასეულობებისა და ცდუნებისგან მრევლის დაცვა ფანატიზმამდე მისული აკრძალვებისა და შეზღუდვების გზით ცადა. თუმცა ქართულ ეკლესიაში ისეთი მოძღვრები უფრო მრავლად არიან, რომლებისთვისაც ღვთისრწმენისკენ მიმავალ გზაზე არც ხელოვნური შეზღუდვა თუ აკრძალვა არსებობს და არც მათგან ხელოვნურად გათავისუფლების საჭიროება. თავისუფალი ნების ადამიანმა საკუთარ თავს ზღვარი თავადვე უნდა დაუწესოს. ის რაც ადამიანის ჩვეულებრივი ბუნებრივი ცხოვრებისათვის ბუნებრივიეს არანაირი აკრძალვა არ არსებობს. ეკლესია ეს არ არის როგორც ეს ხშირად შორიდან მაყურებლების თვალით ჩანს ხოლმე, ეს არ არის ის ადგილი, სადაც ვინმეს რაღაცას ugზავდება. ეკლესიაში შესვლის უფლება აქვს ყველა ადამიანს, თუ ის არ მოდის მიზნობრივად შეურაცხყოფისათვის.
სალომე, ანა, საბა და ბარბარე მღვდლის ოჯახში იზრდებიან. რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა ბავშვებისთვის არ არსებობს. ერთადერთი იდეოლოგია პატარებისთვის მშობლების დახმარება. მამაბასის არც ტექნიკისა და კომუნიკაციებისადმი სიძულვილი და შიში აქვს. ხრამში რომ არ გადაიჭეხო, მხოლოდ თვალების დახუჭვა არ კმარა. გლობალიზაცია საფრთხეს მაშინ წარმოადგენს, თუ ადამიანი ფასეულობებში ვერ გაერგო. როდესაც მამაბასილი ეკლესიაში აღსარებას არ იბარებს, ბავშვები შინ გერმანულის გაკვეთილს აბარებენ. კი ბატონო. აი ასაკეთებ ხოლმე. ერთმანეთს ჩუქურებით და რაღაცებზე დავებით. ან მაგდროსაც გვიბრაზდება, როცა ჭამის დროს ცუდად მოიქცეთ. რევოლუციის წლის თავზე საზოგადოებრივი განსჯის საგნად უკვე საეკლესიო დაპირისპირება იქცა. არასამთავრობო სექტორი რეფორმატორ მღვდლებს ენთუზიაზმით გამოეხმაურა და ერთბაშად ვითარების გამოსწორება ეკლესიაშიც მოინდომა. თუმცა როგორც ჩანს, სააკაშვილმა წინ სახელმწიფო ინტერესები დააყენა. მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყოთ პოლიტიკოსები და ამ შემთხვევაში თქვენ არ მომართავთ პოლიტიკოსებს, რომელიც ამის გარშემო კამათობენ, სხვა შორის შეიძლება ჩვენი მომხრეებიც იყოს მოწინააღმდეგეები, ამის მნიშვნელობა არ აქვს, როცა საქმე ეხება ეკლესიის შიდა საკითხს. ეს განცხადება პრეზიდენტმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა. როგორც მოძრაობა კმარაც ლიდერმა გითხრა, მათ ამ პირისპირ დარჩენილ პრეზიდენტს ასეთი პოზიციის გამოხატვის გამო თავს რისხვა დაატყდა. ჩემი შეფასება შეხვედრაზე ვერ იყო ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე და მე ვთქვი, რომ ესეთი განცხადება პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული ეს არის გარკვეულწილად მასმედიის და ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა და არ შეიძლება პრეზიდენტი ესეთ განცხადებას აკეთებდეს, რაზედაც მის პასუხი იყო ის, რომ ჟურნალისტები მიუხედავად მის განცხადებისა ამას მაინც გააკეთებენ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო არ ვიცი რა შეიძლება დავუბრალოთ, მაგრამ ეს განცხადება ჩემთვის პირადად იყო მიუღებელი და არა მხოლოდ ჩემთვის, ბევრი ადამიანისთვის, ვინც შეხვედრას ესწრებოდა და შესაბამისად ყველამ გაუსვა ერთმნიშვნელოვნად ამ განცხადებას ხაზი. თავად თეატრ ბერეძე არც მართლმოედებელია და შესაბამისად არც რომელიმე ეკლესიის მრევლი, თუმცა ეკლესიაში წესრიგის დამყარება თავის მოქალაქეობრივ ვალად მიაჩნია. შემიძლია ვთქვა, რომ მე არა ვარ ეკლესიის მრევლი, ვარ მართლმადიდებელი, მაგრამ მე მაინტერესებს რა ხდება არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ მთლიანად თავის ქვეყანაში. მე მაინტერესებს ის, რომ ეკლესიაში არ უნდა იყვნენ ქურდული მენტალიტეტის მატარებელი ადამიანები, არ უნდა იყვნენ ნარკომანები და ფანატიკოსებად არ უნდა აქციონ საზოგადოება. ეს მაინტერესებს მე როგორც საზოგადოების ერთ-ერთ წარმომადგენელს. თეას რწმენით ეკლესიაში არსებულ განუკითხაობასთან ბრძოლა ნებისმიერი მორწმუნე თუ ურწმუნე ადამიანის უპირველესი მოვალეობა და ის თანამოაზრეებთან ერთად უარს არც ყველაზე რადიკალურ ზომებზე იტყვის. იმედი მაქვს, რომ ნამდვილად არ მოგვიწევს საპატრიარქოსთან კმარას ძახილი, თუმცა ის გამოსვლები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი რამე კმარა დღეს ქართულ ეკლესიაში. ანუ არც ეს არ არის გამორიცხული. გამორიცხული არაფერი არ არის.